ეს ჩემი და დედას ადრინდელი ერთად ყოფნის ბოლო ფოტოებია. და მე არ ვიცი, ვხვდებით ერთმანეთს თუ ვშორდებით. ისევე როგორც არ ვიცი, ცხოვრება შეხვედრაა თუ დაშორება. როგორ ხარ? როგორ ხარ? როგორ გამეხარდა რა დამქ? ძალიან გამეხარდა რომ დამთანხმდით. იმიტომ რომ იდეაში ხო მე რაღაცნაირად ეს ვიდეო არქივები ინახება თაობებისთვის. და ეს ვიდეო არქივებით მე რაღაცა გზამკვლევია, რამდენი კინორეჟისორი იქნება, რამდენი მსახიობი, რომელსაც და თან მე ხა უფრო მეტად პროფესიულის მიღმა ადამიანური ამბები უფრო მაინტერესებს. ეს ჩემი ოთახია, რომელიც დღეს სამონტაჟოდ არის ქცეული. მე ვაკეთებ ფილმს დედაზე. ის ჩემი ფილმების ნაწყვეტებისგან შედგება, სადაც მე დედის ამბავს ვყვებოდი, ხან პირდაპირ, ხან მინიშნებით. პირველში მიდამაყურებელს უთხრა, რომ შემთხვევით აღმოვაჩინე Google-ში ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოთა კავშირში პირველი რეჟისორი ქალი იყო ქართველი. და ამას გავყევი და მოვედი თქვენამდე, რომ მე არ ვიცი, არ ვიცოდი და დარწმუნებული ვარ, რომ ახლა რაღაცა არიან ისეთი ადამიანების, ბევრნი არა, მაგრამ არიან, რომლებიც ეს არ იციან. დედა ნუცა ხუთიშვილი ღოღობერიძე, პირველი ქალი რეჟისორი საქართველოში. გარდა ამისა, მისი ცხოვრება ისეთ საინტერესო იყო და ეს მოგზაურობა, როგორ იმოგზაურა, ეს თავისი გაჩერებებით, ეს თავისი მერე თავიდან გადასახლებებით, ამ ქალების ისტორიებით, მოკლედ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, რომელსაც დავაზუსტებდი თქვენთან. და ძალიან დიდი მადლობა, რომ დამთანხმდით და მადლობა, რომ ჩემი გადაცემის არქივი ამას შეინახავს. ქალბატონ ლანა, დაახლოებით 6-7 წლის იყავით უკვე, როდესაც მამის მამა დააკავეს, ხო? ხო, 7-8 და გავხდარიყავი. შესაბამისად გახსოვთ სიცხარით ეგ ამბავი. კი, როცა მამა ჩემი დაიჭირეს, ეს ის დრო იყო, როცა ესპანეთში ომი მიმდინარეობდა რესპუბლიკელებსა და ფაშისტებს შორის და მე ძალიან თანაუგრძნოდი ესწავლელ ბავშვებს. და სულ ესე გესმენთ, როგორ ფაშისტები კლავენ მამებს და ბავშვებს სადღაც აგდებენ ერთ სიტყვით ეს ჰქონდა და ღამე რომ შემოვიდნენ ჩვენთან ბრახუნი იყო და რომ შემოვიდნენ ამაზე კიდევ იყო მე ფაშისტები მოვიდნენ და მაშინ არ ვიცოდი რომ თურმე მართლა ზუსტად მართლა მაშინაში რაღაცა იმათ საოცრებად ითვლებოდა ეს სიტყვები მკრეხებლობად ერთ სიტყვით რომ საბჭოთა კავშირში ფაშისტები და თუმცა მართლა ფაშისტები მოვიდნენ. დედამ როგორ აგიხსნათ მაშინ აქ, როდესაც მამა წაიყვანეს, რა გითხრათ? მამას ბედი შემთთვის სხვა ძალიან მტკივნეული საუბრის თემაა. ჩემს შეგრძნებებში კი დარჩა ის, როგორ მეთამაშებოდა მამა, რა მხიარული იყო და როგორ მღეროდა. ეს ფოტოები მამამ გადაგვიღო, აი მისი ჩრდილი ჩანს, ხედავ. ეს ერთად ყოფნის ბოლო ფოტოებია. ვიცოდი რომ უსამართლობა, ეს თავიდან მე მქონდა ეს გრძნობა საერთოდ. განსაკუთრებით აი როდესაც მე დედა ჩემი დაიჭირეს და კიდევ უფრო როცა უკვე 13 წლის ვიყავი და რაღაცების გააზრება შემეძლო მართლა და მე მაშინ დაიჭირეს ჩემი ბიძა, დედა ჩემის ძმა, რომელიც იყო ფიზიკის პირველი პროფესორი საქართველოში. დამთავრებული ქონდა ბერლინში ფიზიკის ფაკულტეტი და აინშტაინის და პლანკის მოწაფე იყო და ჩვენთან დიპლომი გვაქვს, სადაც ხელმოწერებია აინშტაინის და პლანკის რაზდენ ხუთიშვილის დიპლომზე და ის დაიჭირეს და მოკვდა ციხეში. მამა დახვიდეს. დედამ ჯერ ერთი თვე სიკვდილმისჯილთა საკანში გაატარა. მერე იყო გადასახლების საშინელი 10 წელი, სადაც მან უამრავი უდანაშაულო ქალის ტანჯვა და დამცირება ნახა.
აი მაშინ კი უკვე მართლა ნამდვილი შეგრძნება მქონდა მისი რომ რაღაცა და ალბათ დაღლილიც იყავით არა მამა დედა ბიძა ალბათ ეს რაღაც ჩემი დეიდები გადასახლებული საერთოდ მთელი ოჯახი ესე იყო ასე ვთქვათ რეპრესირებული ჩვენ გვერქვა ხალხის მტრის ოჯახის წევრები რამდენი წელი ცხოვრეთ ამაში ესე იყო უამრავი ხალხი საბჭოთა კავშირში მე გამონაკლისი კი არ ვიყავ პირიქით ხო პირიქით დღევანდელი გადასახადიდან იმ ხალხში ყოფნა სხვათა შორის საინტერესო ერთი რამეა ჩემის აზრით და რაღაცნაირად აი დღევანდელობას რა ეხმიანება რომ თითქმის არ იყო საქართველოში ბავშვი 37 წლებში ვინც დარჩა ასე მარტო და სადღაც აი უპატრონო როგორც ერქვა მაშინ უპატრონო ბავშვთა სახლი უპატრონო ბავშვთა სახლში წაიყვანეს აი რუსეთში ცნობილი იყო რომ ბავშვები ესე ხვდებოდა უპატრონო საქართველოში არა ხო არ და საქართველოში სოლიდარობის განცდა აი მართლა მაშინაც ისეთი ძლიერი იყო აი ხო დღევანდელობასთან ეს მართლა ეს არის რაღაცა საერთო აი ერის ბედს მაინც საბოლოოდ ერის სულისკვეთება განსაზღვრავს და აი ჩვენში ძალიან მძლავრი ყოფილა აი მაშინდელი მაგალითით ხასიათი ყოფილა ჩვენი განსაკუთრებით დღევანდელი და შენ ამის განსახიერება სხვათა შორის აი სოლიდარობის აქტი რომ აი მიმდინარეობს მთლიანად საქართველოში ეს მე საერთოდ გვინდა რომ ამაზე მაღალი გრძნობა არ არსებობს სოლიდარობაზე მაღალი და მართლა ის რაც საერთოდ გადაარჩენს კაცობრიობას ამაში დარწმუნებული ვარ და ძალიან ძლიერია დღეს ჩვენში ეს განცდა ძალიან ვერაფერი ვერ უქმნის ძალიან და სხვათა შორის კიდე ახლა გადმოვედი დღევანდელობაზე მე დავუბრუნდეთ ჩვენ შეკითხვას მაგრამ არა ეს საინტერესოა მართლა რომ კიდევ რა მგონია ძალიან მნიშვნელოვანი რომ მაშინ ეს არ იყო ნამდვილად და დღეს აი ერის სულისკვეთება არის გამარჯვების ფერით შეფერილი. ხო. აი ნამდვილად არის. აი ეს განსაკუთრებით მარშებში იგრძნობა, იცი? ისიც რა თქმა უნდა ეს რუსთაველზე დგომა, მაგრამ კიდევ უფრო ეს მხიარული, ეს კრეატიული რაღაცა ესეთი თავისუფალი სულის გამომხატველი, აი გამარჯვების მარშებია ნამდვილად. მაშინ ერი მართლა დათრგუნული იყო, თუ არის ესეთი ძირეული განსხვავება 37 წელთან ხშირად მეკითხებია ხოლმე ამას მე ვფიქრობდი და აი ამას კი ვგრძნობ რომ მაშინ მართლა ისე იყო შეშინებული ხალხი რომ შიში იყო მთავარი ყველაზე მთავარი გრძნობა იყო შიში დაიწყო სხვა გარიყულთა ცხოვრება ყველგან გმობდნენ ხალხის მტრებს ჩვენთან დალაპარაკებაც კი საშიში გახდა Ziamiriya. ასე გამექცა 8 წლის ბავშვს ოჯახის მეგობარი. დედამ კი მითხრა, ხანდახან ისე ხდება, რომ კარგმა ადამიანმა შეიძლება ცუდი საქციელი ჩაიდინოს. სწორედ ამ დროს სჭირდება მას გაგება და თანადგომა. ესე იგი დედა შეეძლო ამ ადამიანების გაგება. კი, ნამდვილად. ნეტარის ხარჯზე, ალბათ იმის ხარჯზე რაც გაიარა. აი ესეთი რაღაცა შემწყნარებლობის გაკვეთილი იყო ნამდვილად. დღეს ეს არ არის. შეიძლება შიში კი არსებობს, რა თქმა უნდა, ეს ადამიანური გრძნობა და სადღაც არსებობს, მაგრამ მთავარი განცდა არის ის, რომ აი ვართ ერთად შეგვიძლია ერთმანეთს დავეხმაროთ და რომ ჩვენს ხელთ არის გამარჯვება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. გეთახმებით და რაღაცას ჩვენი ჯიუტი ხასიათი ეხა ძალიან ისეთია, ძალიან ჩანს რა. ქალტონლანა უკან უნდა დაგაბრუნოთ. თქვენი აზრით დედას რომ ეთქვა, რომ მამასთან გაშორებული იყო, აი რაც მამამს თხოვა, რომ დადისტანცირებული იყო მისგან. გადარჩებოდა დაჭერას? არავინ არ იცის, იცი ეს დანოკა, ეს მართლა იმდენად ესე იყო, ვიცი, ზოგს აუცილებლად დაიჭერდნენ, ზოგს არა, ეხლა მაგალითად ჩემი ერთ-ერთი მეგობრის ლეილა გორდელაძის დედა, აი რატომღაც ის ერთი ქალი დახვრიტეს.
მამა ხო დახვრიტეს და ქალიც დახვრიტეს. ეს იშვიათი რამე იყო. და აუხსნელია. აუხსნელი სრულიად არც პოლიტიკური მოღვაწე იყო არაფერი. ამიტომ ეგეთი რამეებიც ხდებოდა. აი თქვენი აზრით აი დედა რისთვის დააკავეს? უბრალოდ იმისთვის რომ ცოლი იყო რა? რა თქმა უნდა, როგორც ეგრეთ წოდებული ოჯახის წევრი, მაგრამ კიდევ ალბათ იმიტომ, რომ მის ფილმებში ძალიან იგრძნობა ეს რა წინააღმდეგობის სული, ძალიან იგრძნობა და კიდევ ისეთ საინტერესო რამე, იცი 34 წელს 34 წელი, რომელიც უკვე შემზადება იყო 37-ის პრინციპში. ჯერ არ იყო დამდგარი დიდი ტერორისტები, მაგრამ იმ დიდი ტერორის შემზადება იყო. ამ დროს გოსკინპრომში ასე ერქვა, ხო, მაშინ კინოსტუდიას, გოსკინპრომში სამხატვრო საბჭოს თავმჯდომარე იყო ამავე დროს კგბ-ს თავმჯდომარე მერკულოვი. იმ სამხატვრო საბჭოზე ისეთი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს დედას მეორე ფილმი მხატვრული უჟმური. მე დედაჩემის სიტყვა არის იმაში არქივებში არის შემონახული, რომ თქვენ მოითხოვთ ჩემგან რომ გავაკეთო სააგიტაციო ფილმი. პროპაგანდა. ხო, ნამდვილი პროპაგანდა. დედა ამას არ იღებდა, არ შედიოდა ამაში. ხო, არა, ნუ ერთ სიტყვით აი ესეთი სიტყვები აქვს ნათქვამი და მე რაც თავარია, მე მაქვს შეგრძნება რომ ჩვენ გავართ გზა გასაყარზე, საიდანაც ყველა გზა სასიკვდილოა. ნუ 34 წელს ასეთი რამის თქვა საბჭოთა კავშირში, საბჭოთა საქართველოში, რომელიც უნდა ყოფილიყო ბედნიერი და სასიკვდილო კი არა, ყველა გზას მივყავდით კომუნიზმის გაფურჩქნამდე და გამარჯვებამდე და ეს მართლა საოცარია. ნუ ვისაც ხასიათი ჰქონდა, ამიტომ ამის უფლება ართმევდა. რა თქმა უნდა, იმის გამო რომ აი შინაგანად წინააღმდეგობა ჰქონდა და მისი 3 და 1 და გაასახლეს ციმბირში და იქ გარდაიცვალა და 2 და გაასახლეს საერთოდ საქართველოსდან და მერე ბოლოს როგორღაც მოხვდნენ პარიზში და იქ ცხოვრობდნენ მთელი ცხოვრება, იყვნენ ემიგრანტები, მენშევიკები იყვნენ. სულყურში მიდგას ქეთოს სიტყვები. საქართველოსდან გამოსახლების მერე ჩემ ცხოვრებაში არ იყო არც ერთი დღე, რომელზეც შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვიყავი. ასე რომ იმდადა ერთი ძმა კიდევ გარდაიცვალა. ამიტომ ოჯახით იყო რა. ხო, ოჯახით. თქვენი აზრით 10 წლიან აი ამ გადასახლებებში, აი ამ რაღაცა, არ ვიცი, ხან ყინვაში, ხან არ ვიცი, დამცირებაში, იმედსაც საწარკვეთაში, იმედგაცრუებაში. თქვენი აზრით დედის მთავარი ხასიათი რა იყო, რამაც გადაარჩინა? დედას არსებობის მთავარ იმპულსად ემპათია იქცა. ასეთი დაბრუნდა გადასახლებიდან, არა გაბოროტებული და ხელჩაქნეული, არამედ აქტიური, ადამიანისადმი ინტერესით და თანაგრძნობით სავსე, გულგახსნილი და მომღიმარე. ეთყობა სულ თავიდანვე მოყვებოდა დედას დამოკიდებულება აი განსხვავებული და ადამიანისა და სისტემის მიმართ. აი სისტემას აბსოლუტურად უარყოფდა და იმ რეჟიმს და პირიქით ადამიანისადმი ძალიან დიდი თანაგრძნობა ჰქონდა. აი რომ დაბრუნდა მერეც, იცი, აი პირი მამოძრავებელი იყო მისი და მე მგონი აი ამ დამოკიდებულებამ ადამიანის მიმართ ამან გადაარჩინა. იყო დიდი შემოღობილი ქვიშიანი ეზო და ბევრი ქალი. ცხოვრების მთელი ავკარგი ქალებს გარეთ დარჩენოდათ და შიგნით ეზოში დარდიღა შემოჰყოლოდათ. დარდი მძიმოთ იყო ჩამოწოლილი ჰაერში, ცრემლად იღურებოდა და ქვიშიანი ნიადაგი რომ არა, ეზოში ტბორად დაგუბდებოდა. ხედავდა სულ აი ამ საოცარ მდგომარეობაში მყოფ ქალებს, საშინელ მდგომარეობაში მყოფ ქალებს და ნუ ისეთ დამოკიდებულება ჰქონდა მათ მიმართ რაღაცა საოცარი და ის შენ რაც თქვი, ეს იცი რა არის, დედაჩემის შექმნილი
ეს არის ხატი, მხატვრული ხატი საოცარი, ეს თავის მოთხრობაში აქვს და მოთხრობაში წერს ამას, რომ ისეთი გაუცაძლესი იყო ის სვლა, რაღაც 40 კილომეტრი უნდა გაევლოთ, რაღაც 35-40 გრადუსიან ყინვაში. დეტალურად აღწერილი. ერთადერთი საშუალება, დედაჩემმა მოიფიქრა, რომ ისეთი განცდა ქონდა, რომ მე მივყვები გვერდით და მე მელაპარაკება. ეს დედას მოთხრობა ფეხით აძვა ვომიდან კოჩმასამდე, რომლის მიხედვითაც გადავიღე ეპიზოდი ფილმში ვალსი პეჩორაზე. ხელი მომკიდე. მომყევი ანა. უშენოთ ამ გზას ვეღარ გაუძლებ. მაგრად მომკიდე ხელი ანა. შენ ალბათ გინდა იცოდე სად მივდივართ. ან რატომ მივდივართ. არ ვიცი ანა. არც არავინ იცის იქნებ. რამდენიმე ავისულის გარდა. ხომ გახსოვს ის ავისულები? ზღაპრებში რომ არსებობენ. ეტყობა მათი ჯადოქრას. ავის სიტყვები თქოს. ქაღალდზე დაწერეს და ამის შემდეგ ჩვენ ასე დავდივართ. დავდივართ. თელ ქვეყანაზე დავეხეტებით. აგერ თიკოსაც მიყვება უჩუმრად შვილი. მარიამსაც. ინასაც. დარეჯანსაც. ხედავანა, ის ქალი დაეცა. ალბათ შვილმა გაუშვა ხელი. აი მე მართლა მიმოჩნია, რომ ეს ხედვა რო ქონდა, ესეთი ნამდვილი მხატვრული ხედვა, კინორეჟისორისაც და მწერლისაც. იმიტომ დახატა ასეთი სურათი. და მე მართლა მგონია, რომ ემოციურად მისი გადარჩენის მთავარი იარაღი ეგ იყო რა. ხო, საერთოდ რაღაცა სულიერი სიმტკიცე, სულიერი ძალა. რაღაცა გჭირდება მართლა ხელის მოსაკიდებლად. ხო, და აი კიდევ ეს უნარი, წინააღმდეგობის უნარი და გამკლავების რაღაც წარმოუდგენელ სიძნელებთან. ჩვენ ვერც წარმოვიდგენთ ამას, ეს რა ტიპის სიძნელებია ეს გადასახლებაში, ასე აბსოლუტურად უუფლებოდ ყოფნა და თავისუფლების კი არა და ამოს უნთხვის საშუალებაც რომ არ აქვს. ქალტონლანა დედა იქ იყო, როდესაც მამა დახვრიტა ეს? არა, მამა მაშინვე დახვრიტეს. ოღონდ არ ვიცოდით ეს, მაგას არ ამბობდნენ. ეს რო თქვა რომ აი დედამ რო გაიგო 10 წლით და 10 წლით ბისპრავე პირიპისკია ესეთი იყო შტამპი, ვითომ 10 წლით გადაასახლეს და ნამდვილად ყველას მაშინვე ხრეთდნენ კი. 17 წლის იყავით, როდესაც დაბრუნდა. იქ ოთახი გაქვთ აღწერილი, რაღაცა სტუმრები, რომლებიც თქვენთან მოვიდნენ, ეს თქვენთან შეხვედრა. პირველი შეხვედრა იყო თითქოს დაბნეულობის და რაღაცა თითქოს გაუცხოება გქონდათ, როდესაც მოვიდა? კი, ნამდვილი ეს შენ ჩემი ფილმი რამდენიმე ინტერვიუ არ გინახავს? მოხდა რამე? სოფიკო დედა ჩემოდის. რავო? გესმის? დედა ბრუნდება. მართლა? არა, შენ არ გესმის. დედა ჩემოდის არჩი. მე კი არ ვიცი როგორია. როგორი ხმა აქვს. როგორი ხელები. მესმის, როგორ არ მესმის? რა ვქნა არჩი? დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება. როგორ შეხვდა? დედა როგორ დაუძახო? პირველი ფილმი იყო საბჭოთა კავშირში, სადაც საერთოდ ამ თემაზე იყო ლაპარაკი და ამიტომაც არაფრით არ იღებდნენ ფილმს და სიტყვით. ხო, ბუნებრივია. როგორღაც არ ვიცი. იმიტომ რომ გერმანელებმა ძალიან მოიწონეს და წაიღეს ბერლინის ფესტივალზე და ამიტომ გაუშვეს საერთოდ ფილმი.
ხო და იქ მაქვს ეს ეპიზოდი პირდაპირ მთლიანად მართლა როგორც იყო ისე მოთხრობილი რომ აი დედას როგორ ველოდებოდი ჯერ დედასთან შეხვედრას რა მღელვარება იყო იმიტომ რომ საერთოდ აღარ ვიცოდი 10 წელი იყო გასული და სულ პატარა ბავშვი ვიყავი როცა დავიდა და 17 წლის როცა დაბრუნდა და ძალიან მეშინოდა ამ შეხვედრის და მე მართლა მქონდა ეს განცდა რომ აი უცხო ადამიანი შემოვიდა და ამავე დროს ის ჩემი დედაა. მიდი დედა შენთან შვილო. და მე ისაც მაქვს მოყოლილი ბევრჯერ როგორ დიდხანს ვეგუებოდი ამას და მე ერთხელ გავიგონე როგორ იჯდა თავისთვის ზღვაზე. უცებ თქვა ზღვა იყო მაშინ ისეთი ჩვენარი რომ არც კი მახსოვს იყო თუ არა და აი უცებ რაღაცა გადამიტრიალდა სულში იმიტომ რომ მართლა აი პირდაპირ გავიგონე ეს ცნობილი იავნანამ რა ქნა რომ ზუსტად ეგეთი ისტორია ეს რომ გავიგონე როგორ ამბობდა მისი ხმა ყველაფერი უცებ აღმიდგა მთელი ბავშვობა და მაშინ პირველად ეს შევხედე და უთხარი დედა დედა ჩემი თავას მიხვდა და რაღაცა ეს დიდი გარდატეხა იყო ჩვენს ცხოვრებაში და ურთიერთობაში დედა ერთ-ერთი თქვენ ინტერვიუს ვუსვენდი ხა რასაც თვალეს გადავავლე და მან ზუსტად იგივეს ამბობ და ზუსტად ეგ ფიქრი წამომივიდა რომ იავნანამ რა ქვნაში რომ იავნანა თქვა ის ზუსტად ეგ მისცა ტვინ სიგნალი თქვა რა რომ მეხსიერება ამოგიტივტივად ყველა სხვაგვარად ლექსთან ბევრი რამე მქონდა დაკავშირებული მე კიდე ერთხელ უცებ დედაჩემ თქვა ძალიან მოყვარდა მე გამახსენდა ვერლენის ლექსი რომელსაც ხშირად ამბობდა ხოლმე და მე იმ დროიდან მახსოვს მე დავიწყებული მქონდა კიდე ერთხელ კიდე ესე მოხდა რომ უცებ დედამ თქვა თავისთვის les sanglots de violon de l'automne blesse mon cœur d'une langueur monotone და ასე შემდეგ და უცებ აი იქაც მე გავაგრძელე პირდაპირ tout suffocant et blême sans l'heure je me souviens des jours anciens je pleure და მე ვთარგმნე კიდევაც ეს ლექსი და ჩემთვის ძალიან უყვარდა მე ეს თარგმანი სულიეული შეშფოთებული უცხო სინაზით ალერსის დარი ქვითინი მწარე ვიოლინოსი როს რეკავს ზარი იღება კარი გარდასულ დღეთა ვნებებით სავსეს ვიგონებ წარსულს სიუხვეს ფერთა და მე მივდივარ უთვისტომო მიუსაფარი მივყვევი ქარებს მოწყვეტილი ფოთოლი მკვდარი აი ეს შეგრძნება დედაჩემს მქონდა რომ არის აი მოწყვეტილი ფოთოლი მკვდარი და ქარები მიაქანებს სადღაც იქ მქონდა ეს შეგრძნება როდესაც დადიოდა გადასახადა არაერთხელ უთქვამს ეს რომ აი სულ მახსენდებოდა ეს ლექსიო და მართლა ისეთი სიზუსტით გადმოსცემდა ჩემს განცდას რომ აი ქარი მიმაქროლებს სადღაც და სად არ ვიცი რომ არ ფოთოლი მოწყვეტილი ფოთოლი მკვდარი მამას დახვრეტენ დედას გადაასახლებენ დეიდას ბიძას ანუ რა გავლენის მქონე იყო თქვენ ცხოვრებაში საბოლოო ჯამში იცი რა მე ვხვდები რომ აი ჩვენ თაობაზე ვამბობ საერთოდ პირადად ჩემზე კი არა აი არ დავიჩაგრეთ და პირიქით აი წინააღმდეგობის განცდა გაგვიჩნდა ეს არჩევანი იყო პირადი უბრალოდ რა შეგიძლია აი შეგიძლია შეებრძოლო ძალიან დიდ განსაცდელს თუ არ შეგიძლია მე მგონი ეს რაღაცა გენეტიკურიც არის იცი მე სულ ვამბობდი ხოლმე ლექსებს რაღაც დღესასწაული იყო მე მგონი 1 მაისი და უნდა მეთქვა ვიქტორ ჰიუგოს ბარიკადებზე ფრანგულად და ქართულად შიღლე ბარიკადო მილიო დვერსეტ 12 წლის ბავშვის გმირობის ამბავი პარიზის კომუნის დროს და
უცებ მასწავლებელმა სხვა ბავშვს დაუძახა ლექსის საქმეად. მე მართლა ძალიან გამიკვირდა, იმიტომ რომ და მე გამიყვანა ცალკე და ჩურჩულით მითხრა, რომ შენ არ გეწყინოსო, ჩვენ უფლება არ გვაქვს ლექსი ვათქვამინოთ ბავშვს, ვისაც მამა ყავს დაჭერილი და შენ მამაც დაჭერილი ყავს და დედაცო. აი ესეთი რამე 8 წლის ვიყავი, მაშინ უკვე დედაც დაჭერილი იყო და არ მეუბნებოდნენ, რომ დედა დაჭერილია და აი აქ ესე ასაბმა გაგაგებინათ, ხო? ხო, არა, მე კი გრძნობდი, მაგრამ იმან ესე გარკვევით მითხრა და აი მე მგონი იქ გამიჩნდა ეს წინააღმდეგობის გრძნობა, იმიტომ რომ სახლში მოვედი და ბიძა ჩემს, აი რომელიც მე დააპატიმრეს უთხარი, რომ იმ სკოლაში მე აღარ წავალ, არავითარ შემთხვევაში და მართლაც ბიძა ჩემი წავიდა, გამოიტანა საბუთები და სხვა სკოლაში, აი აქ მე-18 სკოლაში გადმომიყო და სწავლობდი ეგრეთ წოდებულ პირველ საცდელ საჩვენებელ სკოლაში, პირველ კლასში. ჩნდება იდეა. დაარღვიონ ყველაფერი, რაც წინა ცხოვრებიდან აქვთ გამოყოლილი და იმ ძაფით მოუქსოვონ საჩუქრების შვილებს. და ხდება ისე, რომ როგორღაც ეს საიზაღოც გამოგზავნილი საჩუქარი ჩააღწევს თბილისში. 11 წლის გოგო იღებს დედისგან ფერადი ძაფებით მოქსოვილ და მოქარგულ კაბას. არ არსებობს ამაზე დიდი სიხარული. მასაც ყავს დედა, მასაც ჩუქნის დედა საჩუქარს. ეს ის კაბაა დედას მოქსოვილი. ისლამის გაუხდელად მეცვა წლების მანძილზე. მე ვიზრდებოდი, კაბა პატარავდებოდა. მე კი მაინც მეცვა. გაგაძლიერათ ამან. ხო, აი მე მართლა მგონია, რომ მე პირადად არ ვამბობ ჩემზე, მთელი ეს ბავშვები ვიყავით, აი ობიექტურად უნდა ყოფილიყავით საწყლები, დაჩაგრულები, ესეთი ხმას რო ვერ იღებდა ეს და ვიყავით მეტი ჩრები შეიძლება ასე ითქვას. მართლა ჩემმა ბიძაშვილმა, რაჟდენის შვილმა, გივი ხუთიშვილმა, რომელიც ასევე ცნობილი ფიზიკოსი იყო, მე იმან დაგვარქვა მეტი ჩრები და კლასიფიკაციაში ადგინა ესეთი მეტი ჩარა ნომერი პირველი დეიდა ქეთო, ეს პიონერთა სასახლეში ლიტერატურული წრე. მეტი ჩარა ნომერი 2 რეზო თაბუკაშვილი, მეტი ჩარა ნომერი 3 მელორ სტურვა, მე-4 და მე-5 ადგილს იყოფენ ლანა ღოღობერიძე და გურამ ასათიანი. მე იყო თამას ჩხენკელი, აი ეს ბავშვები ვიყავით ასე ერთად. პიონერთა სასახლეში ნამდვილი თავისუფლების სული ტრიალებდა ლიტერატურულ წრეში. ანუ პიონერთა სასახლე, რომელიც უნდა ყოფილიყო ნამდვილი, ხო, ნუ იდეოლოგიის დასაყრდენი. ხო. და ეს ჩვენი მასწავლებელი იყო ქეთო ანანიაშვილი, ძალიან კარგი ქალის ხო და როგორც ახლა ხვდები პირდაპირ დისიდენტი. იმიტომ იმან ესეთი გაღვიღვივა ეს სული თავისუფლების. რაღაცა თითქოს მაშინ ის საზოგადოებაც კი პოეტები, მწერლები, მხატვრები, ადამიანები, რომლებიც ქმნიდნენ ამ საზოგადოებას, ხო? რაღაცა გაბედულები იყვნენ, არა? მთელი წრე იყო ესეთ საოცარი. ტიციან ტაბიძე, პაულო იაშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კოტე მარჯანიშვილი. აი ეს ხალხი იყო ჩვენი უახლოესები, სულ ჩვენთან ძალიან ხშირად მოდიოდნენ და ლექსებს კითხულობდნენ. ჩვენი სახლის მუდმივი სტუმრები იყვნენ პოეტები, მხატვრები, რეჟისორები, ტიციან ტაბიძე, პაულო იაშვილი, გერონტი ქიქოძე, კოტე მარჯანიშვილი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, პეტრე ოცხელი. მარჯანიშვილი ჩემი ნათლია იყო და სახელი ლანაც მან დამარქვა. ჩემ პირად მეგობრებად კი პაულო და ტიციანი მიმაჩნდა. მონოსხულებით უსმენდი, როგორ კითხულობდა ტიციანი თავისი დაგუდული ხმით. მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგზე,
შენ ჩემ სიკვდილში არ გიდევს ბრალი. პირველად ხოთშიც პატარა ვიყავი ალბათ 5-ის არ ვიცი 6 წლის და მიჩვეული ვიყავი რომ სადაც შეიკრე მეუბნებდა აბა ლექსი თქვი ხო ესე ბავშვებს როგორც ეუბნებიან და ახლა მოვიდა ეს ხალხი დასწენ და უცებ მე კი არ მითხეს ლექსი თქვი თვითონ დაიწყო ლექსების და თავიდან პირდაპირ აღშფოთდი რომ რას ქვია რას ქვია ტიციანი ყובה ლექს რას ქვია ვიღაცები მოვიდა ლექსებს ამბობენ და მე არ მათქვენებდა და მე ისე შემიყვარდა მათი ლექსების კითხვა ისე მახსოვს მართლა ვიჯექე ხოლმე და მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგზე შენ ჩემ სიკვდილში არ კიდევს ბრალი ტიციანი რო კითხულობდა და მართლა საშინლად მომწონდა მე ლექსებს არ ვწერ ლექსი თვითონ წერს ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს მე ლექსს ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს რომ წამიღებს და ცოცხლად დამმარხავს და ასე შემდეგ და ეს იყო ბავშვობა და მე ეს ყველაფერი ამ ლურჯ ოთახი იმიტომ ერქვა რომ დედაჩემმა თვითონ შეხება ლურჯად და მართლა ესეთ საოცრება იყო იმ დროის თბილისში არ არსებობდა ეგეთი რა სალონურიოდ რაღაცა შეხვედრები ლურჯ ოთახი სადაც ესეთი თავისუფლების სული ტრიალებდა მე აი სუნთლად ჩაკოდა და იქიდან გამოგვასახლეს და ერთ სიტყვით ყველაფერი გაიარეთ მართლა ყველაფერი გაიარეთ ხო მაგრამ სიცოცხლის სიყვარული არასოდეს არ გამნელებია ეს შემიძლია გითხრათ და ამაზე არაჩვეულებრივად აქვს ნათქვამი მერაბ მამარდაშვილს ქართულ კულტურაში არსებობს ერთი ფარული კოდი მე მას მხიარულ ტრაგიზმს დავარქმევდი საუკუნეთა მანძილზე ქართული ისტორია იყო ტრაგიკული და ასევე ტრაგიკული იყო მისი კულტურაც მაგრამ ამავე დროს ხალხში არსებობდა ეს დაუოკებელი სწრაფვა თავისუფლებისადმი ანუ სიცოცხლისადმი აი სიცოცხლის და სიხარულის სადმი სწრაფვამ გადაარჩინა ქართველი ერი მხიარული ტრაგიზმი და რა საინტერესოა რა მე არაჩვენად მომწონს ეს განმარტება და თუნდაც ეხლაც და თუნდაც რაღაცა კრეხები მე მისმის რომ პერიოდებში შედარება ესე პირდაპირ ვერ მოხდება მაგრამ რაღაც კრიზისულ დროს ხო რაღაცა ეს არის რომ სიმღერის სურვილები და მხიარული ხო ერისთვისება ეს ჰაერზე ნათქვამი სიტყვები კი არ არის ეს არის აი ეს სიხარულის ტალანტი დაფრინა ჰაერში და ეს არის ჩვენი გამოწვევა ბედის მიმართ. ამით თავდება მამარდაშვილის სიტყვები. და მართლა აი ესეთი ტრაგიკული ბედი გქონდა ხომ სულ ეს განადგურებები, შემოსევები, დანგრევები და მაინც სულავდა იმიტომ რომ ეს ძალა იყო ერთში და სიხარულის სიმღერას მაგის გამოხატულება და აი ასე მართლა მოვედით დღევანდელ დღემდე. თქვენი აზრით დედა სიცოცხლეში ბოლოს უკვე რა ხასიათს ატარებდა? თითქოს არც კი ქონდა ისეთი იყო ურთიერთობაში არაჩველი და ყველას უყვარდა, იმიტომ რომ ისეთი გულგახსნილი იყო. ჩემი მეგობრები მის მეგობრები გახდნენ, ჩემი ბიძაშვილი შემოვიდა და ხოლმე ძალიან უყვარდა ერთი რამის თქმა, აი გივი ხუციშვილს და ლია მდივანი იყო ჩემი მეგობარი და მე გახდა დედას მეგობარი. ლია გამაგებინე შენ ლანას მეგობარი ხარ თუ ნუცასი. ან რუსიკო გამაგებინე შენ ლანას მეგობარი ხარ თუ ნუცასი. იმიტომ რომ მართლა ესა და ყველა თავის საიდუმლოს დედაჩემს უყვებოდა. ისე დაიწყო მუშაობა, რომ ყველას ეხმარებოდა გარშემო. ეს არნოლდ ჩიქობაოს დამსახურება იყო სხვათა შორის. თბილისში ცხოვრების უფლება არ ქონდა. მთელი წლების სტალინის გარდაცვალებამდე ჩუმად ცხოვრობდა თბილისში. და მე ღამე გვიბრახუნებდნენ კარებზე, მიყავდათ, მაშინ რაღაცა ერთ სიტყვით მართლა საშინელება იყო ობიექტურად და სუბიექტურად ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ მართლა რაღაცა მე პირადად სიყვარულმა გადამარჩინა ნამდვილად ჩემი ახლობლების და დედაჩემთან ურთიერთობა ეს კიდე ცალკე რაღაც ფურცელი იყო ჩემი ცხოვრების. დედაჩემმა აი რომ კვდებოდა რამდენიმე საათით ადრე მითხრა, აი ეს ძალიან გარკვევით მითხრა, ნუ დარდობ ჩემო კარგო. ის რაც ახლა ხდება, ისეთი კანონზომიერია,
მთავარი კი ის არის, რომ მე ასეთი ბედნიერი წლები, ბოლო წლები გავატარე შენთან ერთად. აი ასე მითხრა და ასე გარდაიცვალა და მართლა მეც მქონდა ეს შეგრძნება, რომ მთავარი ეს იყო, რომ აი ესე ვიცხოვრეთ 20 წელიწადი ერთად და მართლა ძალიან ბედნიერად. ამდენი წლის მერე რო კიდე საკითხი თქვენს ქვეყანაში დგას თავისუფლება ეჭვქვეშ დადგეს თუ არა, ხო არა, ეს ანუ არ ესე არაფერი არ გუშველება. ამის წარმოდგენაც არ შემეძლია, რომ ჩვენ უკან დავბრუნდეთ წარსულში. ანუ სიმწრის იცილი და გულწრფელი შეკითხვა, იმიტომ რომ ანუ რას ყვებით, რომელი წლის ამბებს ყვებით და დღეს ამასაკში ხართ კიდევ? არა, ვერც წარმოვიდგენ მართლა ამას და აბსოლუტურად არც მჯერ ვიცი, რომ არ შეიძლება ეს რომ მოხდეს. შეუძლებელია. ისტორიას კი აქვს ესეთი შემოტრიალებები უეცარი და აი ჩემ თვალწინ მართლა ამ ასაკში 96 წლის ვარ. მართლა ეს კი არა ვარ. 70 წელს ახლა მგონია ახალგაზრდა. ხო და ჩოგბურთს კიდე თამაშობთ? კი, როგორ და კიდე იმდენი წელი იცოცხლებთ და 96 წლის ასაკში ამ შემოbrunებას არ ელოდით. არა, საერთოდ ვერ წარმომედგინა, აი მართლა ვერ წარმომედგინა, იმიტომ რომ ისე მივედით უკვე ამ იდეამდე, რომ უნდა ვიცხოვროთ იმ ერთობაში, თავისუფალი ერების ერთობაში, სადაც თანასწორია დიდი და პატარა, იმ თავარი არსი ხო იმ დღის წესრიგის ეს იყო, რომელსაც ახლა უფრო დიდ მასშტაბში შეუდგა წყალი, ეს პუტინის მთელი ეს თავდასხმები ჯერ საქართველოზე, მერე უკრაინას და რაც თორეს უკრაინის ომი, ეს ხო ეს არის აი იმ დღის წესრიგის მოსპობა, რომელიც ემყარებოდა ღირებულებებს ცივი ომის დამთავრების მერე, მართლა ღირებულებებს ემყარებოდა ის და აი ეს იყო არსი იმისა, რომ არ აქვს დიდ სახელმწიფოს უფლება დაესწროს უფრო პატარას და წაართვას ტერიტორია ან საერთოდ დაიპყროს. აი ეს შეირყა დიდ მასშტაბში და ჩვენ უნდა ყოფილიყავით ამ დროს ისტორიის სწორ მხარეს და მაშინ უფრო ადვილად გავიდოდით ფონს, რა თქმა უნდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, აი რომ ლაპარაკობდი გამარჯვების სულისკვეთებაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მაინც გავალთ იქითკენ. და ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, ყველა დაშორების მიუხედავად ცხოვრება ერთი დიდი შეხვედრაა.